საპროტესტო შეძახილების გარეშე არ თბილისის მარათონს ჩაუვლია დღეს თორნიკე თოშხუას მეგობარი ნათია თოხაძე და ასევე ნინო დათაშვილის მეუღლე მათ ნაცვლად იმყოფებოდნენ მარათონზე. ასევე თორნიკე თოშხუას მეგობარმა როგორც მოგვაწოდა ინფორმაცია, თორნიკე დარეგისტრირებული იყო და დღეს უნდა ყოფილიყო სხვა მარათონის მონაწილეებთან ერთად აქ წარმოდგენილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ახლა როგორც დათაშვილი ისე თოშხუა არიან სინდისის პატიმრები და 4 კედელში ყავთ გამოკეტილი ისინი ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა ის, რომ მათ გაეგრძელებინათ საკუთარი ცხოვრება და პრაქტიკულად წაართვა განვითარების საშუალება მათ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა, თუმცა დღეს მათი ხმა მარათონზე გააჟღერეს მათმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა. მე მარათონზე ხშირად ვიღებ მონაწილეობას, უბრალოდ წელს მაინც და მაინც სირბილის სურვილი ვერ მაქვს იმის გამო, რომ ნინო დათაშვილი, ჩემი მეუღლე არის დაჭერილი და ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის ციხეში ჯანმრთელობის გამო და არის უკანონო პატიმარი. თვითონ იმის მაგივრად, რომ ასწავლიდეს, ასევე სწავლობდეს განათლების ადმინისტრების მაგისტრატურაში და ასევე აკეთოს კვლევა. ის ციხეშია და ვერ მუშაობს. თავისუფლება ნინო დათაშვილის, თავისუფლება თორნიკე თოშხუას, რომელმაც შარშან ნირბინა საათ და 45 წუთში 21 კილომეტრი და წელს ასევე ვერ იღებს მონაწილეობას. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. გამარჯობა საქართველოს. დღეს თბილისი მარათონია, რომელსაც თორნიკე 2 წელია დარბის. დღეს ის მონაწილეობას ვერ იღებს, რადგან რეჟიმის ტყვეა უკანონო პატიმრობაშია. მის თავს ხდება გაუგონარი უსამართლობა და მე როგორც მისმა მეგობარმა გადავწყვიტე, რომ მოვიდე იქ, სადაც თორნიკე დარბოდა. მინდა რომ მომავალ წელს თორნიკე ისევ შეძლოს, ისევ ირბინოს მარათონი. თორნიკეს ვეტყვი, რომ ხნედ იყოს, რომ გვენატრება, გვიყვარს, ველოდებით მას და მისი მეგობრები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თორნიკე მალე იყოს თავისუფალი. დღეს დედაქალაქში თბილისის მარათონი იმართება, აქედან გამომდინარე დედაქალაქის ნაწილი იყო გადაკეტილი. ჩვენ ახლა ვართ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს ამ ღონისძიებისა და მარათონის, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ღონისძიებაზე დღესაც გაჟღერდა სინდისის პატიმრების ხმა, მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან აქ წარმოდგენილები იყვნენ ბანერებით და ჟღერდებოდა სხვადასხვა ტიპის შეძახილები, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ეს იყო ხატია სამხარაძე.